დილამშვიდობის. მოგესალმებით ყველას. ესეთი ლამაზი გარემოდან. დღეს კალმახზე სათევზაოდ ჩამოვედით. ჩამოვედი ახალი ჯოხით. Arena Stream-ია ესაც. ეს ჯოხი მაქვს 1.5-დან 7 გრამამდეც და ეხლა ავიღე 2-დან 10-მდე. იდეაში დიდი კალმახების და ეს გაქცეული ორაგულების თემა თუ ოდესმე კიდე განმეორდება. ამ ჯოხით ვიქნები ხოლმე წარმოდგენილი იქ და ასევე დიდი ქაშაპებისთვისაც იდეალური ვარიანტი იქნება ჩემი აზრით. 2-დან 10-მდე 1.98 მ სიგრძეში. და ამ დინარესაც ასე თუ ისე ხანდახან ყავს ხოლმე დიდი კალმახები და დღეს დიდი იმედი მაქვს რომ ზუსტად ესეთ კალმახზე მოინათლება. ვთევზავებ რა თქმა უნდა ფლეშლურესის სილიკონებით ესეთ სელექტის ყუთში მაქვს გადმოლაგებული, თორე ისე კილებში იყიდება ეს სილიკონები. აქ სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა უჯრებში მაქვს განაწილებული მე თვითონ. და ძირითადი გათვლები ფლეშლურესზე მექნება. იმიტომ რომ სილიკონით გაცილებით მეტი შანსია ხოლმე ჩემი გადმოსახედიდან როგორც მე დავამუღამე ესე ჟარგონულად რო ვთქვათ, დიდი კალმახის დაჭერის. უფრო მეტი შანსი მაქვს ხოლმე. მე ესე მომიწია რომ უფრო დიდ ზომის სილიკონზე ვიჭერ. ვიდრე ყანყალაზე ან ობლერზე. ასე რომ დღეს ფლეშლურესებით ვითევზავებ ალბათ. ძალიან თევზავებს, თორე ისე მაქვს ამოღებული ობლერებიც, ყანყალებიც, მთელი ინვენტარი რა თქმა უნდა. ნახოთ დიდ კალმახთან ჭიდილში თუ მოინათლება ჯოხი, თორე საშუალო ზომები რომ გაჯდება, თითქმის დარწმუნებული ვარ მაგაში. და საკალმახე წყობის ჯოხი არის. ნახოთ, იმედია წარმატებული იქნება. როგორც ჩემი სხვა ჯოხები, ესაც. დავიწყებ მე ამასობაში და როგორც კი რაიმე საინტერესო კადრი იქნება, გადავიღებ. ნახე რა მაგარ ადგილში ჩაუსვი. ხეზე არ ამგონია იჯდეს. ეჭვება. დაჯდა. ნათლობა ამ ჯოხის. პირველი კალმახი. ეგინა. თავის კვალობასთან შედარებით კარგად იბრძვის. ვიძანდი ეხა პატარა. პატარა არო? საშუალოსთან მიახლოებული ხო არ არის? არა, პატარა. პატარა, ჩარტმა მშვენივრად გადმოსცა. პატარა. შემაიმუნო. თავისუფალია. ფლეშლურესი. და ხელს არ მოვკიდებ. კალმახის წესები რა თქმა უნდა. დაიჭირე გაუხშვის პრინციპით. თევზავებთ. სველი ხელის მოკიდება მხოლოდ. უენო ნემსკავები და სასურველია მოსილიკონებული ჩოგამბადებით. ასე. გაუხშოთ. კალმახუშკა. და შენ მაგას დაჟე შამაიაზე ხმარო, წარმოგიდგენია, მაგას 0.3 დააყენე და кайფი მერე ნახე. ყველაფერს უკეთესად იგრძნობ, ჩარტყმასაც, გასროლაც იდეალური გექნება. ასე რომ 0.3 გინდა. დაჯდა. ესაც პატარა არის. იმაზე დიდი კი არის. როგორ ხტუნაოს ეს მაიმუნი. მოდი აქ შენ. ესე ამოქცევ და ჩაქვსო პირდაპირ.
Რავან თავისუფლო უცბად, კარგი, ნუ იფართხალებებს. Მიფართხალებს, რომ უცბად გამოგაცვალო. ცა? ხო, რა კრუგზე გაკ გამოდებული, კაცო, რა ხდება? ნაი. აპავსა. აჰა. ისაც პატარა არის, მაგრამ იმაზე დიდი კი არის. ორით ნოლი ჩემს სასარგებლოდ, მაგრამ დიდ კალმახებზე ვნადირობ იდეაში და რატო ვიჭერ პატარებს? აი სად დააპაუზა. ეს უკვე ნორმალური ზომაა. დინებაში ჩადგა. მოდი. ადი ცოტათი ამოქცევა. კამერა გამეთიშა, ელემენტი ჯდებაო და დამპენზე შევაერთე ახლა. გაჩერდი, გამოგაჩინო და მეემეთი. ეს უკვე ახალი კალმახი არის. ლამაზუკა. აბა. გაგაზა. არ დაურტყია საბა? აი ეს უკვე თევზია საბრძოლო. აი ასეთებზე შეიძლება ნადირობა. ესე მეჩვენება რომ მოზრდილი უნდა იყოს. კი, კაი თევზია. კარგი კალმახი. ჯოხს უკავია მშვენივრად. შეცდომები არ დაუშვათ. არ ვახტუნაოთ. სასწაული ზომა არ არის, მაგრამ კარგი კალმახია. არ ვახტუნაოთ. რომ არ გაიძროს. აქ წყალში შემოვიდე. გამშვიდი. აი ესე. ეს უკვე კარგი კალმახი. მოსადე. წონული ზეთ შემოიხვია. ანცა. პატარათი ეგ ცხვირთან გამოდებული. ანცა. ესე. როგორი არის? ახლა ზურგზე ისაა შრამი. აშკარად ბადეშია ნამყოფი სადღაც. ახალგაზრდობაში. ეს რომ ნემსიყლაპია დაგვაჭდა. მოდი ჩაუგდოთ კალმახებს. ასე. აი როგორი ზონა. სორი, მოგად მოხდე ჯერ შენთან 1-2 ფოტო. არ იქნებოდა ურიგო. კაი, ფოტოებს გადავუღებ და მე გავუშვათ. შა. ფოტოსესია ჩატარებული აქვს. ბევრი აღარ ვაწვალო. ოპა.
მოვყირავდი მე თვითონ. აღონიერდი. მოლეღდი ახლა. ორი წუთი ვერ გაგიძლია. ვსო, გასწორდა. გასწორდა და მიდი. აი ესე. აიტა. რაღაცებს ხედავდი ეს პატარა მდინარე უერთდება აქ იმ ცენტრალურ მდინარეს და ქაშაპები ყოფილა. მუხნატკაზე დავიჭირე ესეთი პატარა ქაშაპი. ჯუჯა ქაშაპი. საბა ქაშაპი. მუხნატკა. ჩაუშვათ ქაშაპი უკან. პირველი ქაშაპი ამ ჯოხზე. აი. კანკალა დავაყენე თუ არა ეგრევე აიყო. პატარა ზომები. ესეთი ზომები რო არის. იმიტომ ეწოდებიან ხოლმე კანკალას და სილიკონს იმიტომ ხმარობ რომ დიდი ზომა მოტყუდეს. აქ რა დამაჯდა. ბზიკი დამაჯდა. ეს უცბად გავანთავისუფლოთ. ეს ეს კანკალა. აბა მოკლედ დავასრულეთ დღევანდელი დღე. ახალი ჯოხი მოუნათლე. კალმახებზეც ერთი პატარა მინიატურული ქაშაპიც მოყვა ხურდაში. მე როგორც მინდოდა ისე ვერ მოუნათლე ჯოხი, იმიტომ რომ თევზი იყო რაღაც საშინლად პასიური. ერთი ცალი დავიჭირე, მხოლოდ კარგი ზომის, ასე რომ ვთქვათ. დანარჩენები უფრო 1-2 საშუალო იყო, დანარჩენები პატარები. სულ იყო 6 კალმახი და 1 ქაშაპი. ასე რომ დიდად კმაყოფილი ვერა ვარ თევზაობით. ჯოხს რაც შეეხება, ჯოხით კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ საგალმახე ჯოხი ისაზღვრება იმით ერთ-ერთი ის არის, რომ თევზის გაქცევები რაც შეიძლება ნაკლები უნდა ქონდეს და დღეს არც ერთ თევზი არ გამქცევია. ბევრი არც დამიჭერია, მაგრამ რაც დავსვი, ყველა გამოვიყვანე მშვიდობიანად. დანარჩენი ახლა ცოტა უფრო დიდი თევზებისთვის მინდა შედარებით. დღეს რა ზომებიც იყო, მაგეებზე არ მაქვს ეს ჯოხი გათვლილი. просто მუღამის ამბავი იყო, ახალი რო იყო წამოვიღე. თორე ისე დიდი კალმახები, ორაგულები, თუ კიდე გვეღირსა დასავლეთში და დიდი ზომის ქაშაპები. თურქეთში ან დასავლეთშიც არის ზოგიერთ მდინარეზე და მაგისთვის ამაქვს ეს ჯოხი აღებული. 2-დან 10 გრამამდე ახალი არენა სტრიმი. ახლა დაგემშვიდობებით. რაღაცა პატარა ვიდეო ალბათ გამოვა. ესე მოკლე მეტრაჟიანად ინტერესისთვის, ვისაც უყვარს კალმახზე თევზაობა, შეგიძლიათ უყუროთ. აბა კარგად იყავით ახლა.